სადღესასწაულო დღეებში სუფრას როგორც წესი ვერცხლისა და მელხიორის დანაჩანგლებით ვაწყობთ. თუმცა ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ისინი ხშირად ჩავდება და ძველებურად აღარ ბრწყინავს. ჩვენ გასწავლით, როგორ გაათეთროთ ვერცხლისა და მელხიორის დანაჩანგლები სულ რამდენიმე წუთში. თავდაპირველად ისინი სპირტით კარგად უნდა გავწმინდოთ. შემდეგ აიღეთ ფოლგა. მოაჭერით მას A4 ზომის ფურცლის ხელა 2 ნაჭერი. დაანაყუწეთ და ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ. მას 3 სუფრის კოვზის სოდა დაამატეთ. ამის შემდეგ გასაწმენდად გამზადებული დანაჩანგლები და კოვზები ჩააწყვეთ. კარგად ადუღებული წყალი დაასხით, ისე რომ მთლიანად დაფაროს. 20 წუთი დაელოდეთ და ჯამიდან ამოიღეთ. თუ სიშავე კარგად არ მოშორდა, შეგიძლიათ ცეცხლზე დადგათ და ცოტა ხანი ადუღოთ. მალევე შეამჩნევთ, რომ დანაჩანგლებიდან სიშავე მთლიანად გაქრა. ჭურჭლის საწმენდი ნაჭრით კარგად გაამშრალეთ. ისინი კვლავ ძველებურად თვალის მომჭრელად წყინავენ. თუ გსურთ, რომ თქვენი ვერცხლისა და მელხიორის დანაჩანგლები კვლავ არ გაშავდეს, ასეთი მეთოდით თვეში ერთხელ გარეცხეთ.